მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ პოდკასტ ტავერნას მორიგ რიგით მეორე ეპიზოდს და ვინც პირველი ნახა, ხედავს რომ უკვე განსხვავებული ფორმატია, იმიტომ რომ ვარ ღიაცის ქვეშ, ვარ მარტო და დღეს შემოგთავაზებთ ვიკინგურ ორ კერძს. და ვიკინგურ კერძებს, რა თქმა უნდა, ღია ცეცხლი ბევრად უფრო მოუხდებოდა ვიდრე ჩვეულებრივი სახლის სამზარეულო. დღეს გვექნება როგორც თქვი ორი კერძი, ერთი საქონლის ხორცის ჩაშუშული ვიკინგურად და მეორე შემწვარი თევზი ლუდში. როდესაც ვამბობთ რომ ეს არის ვიკინგური კერძები, აქვე უნდა ვთქვათ რომ ჩვენამდე რა თქმა უნდა არ მოუღწევია ვიკინგური პერიოდის, რომელიც მოიცავს მე-7-მე 11 საუკუნეებს დაახლოებით. იქიდან არც ერთი ტექსტი არ არის მოღწეული, სადაც გაწერილი იქნებოდა გრამაჟი და რეცეპტურა, მაგრამ სხვადასხვა მეთოდებით, ზეპირსიტყვერი გადმოცემებიდან, საგებიდან, თუ არქეოლოგიის დახმარებით, თუ ასე შემდეგ, დღესდღეობით მეტნაკლები სიზუსტით აღდგენილია ის კერძები, რასაც დაახლოებით ჭამდნენ ვიკინგები. თუმცა სანამ კონკრეტულად ჩვენს კერძებზე გადავიდოდეთ და მოვამზადებდეთ და შემდეგ დავაგემოვნებდეთ, აუცილებელია ვთქვათ 2-3 სიტყვა თვითონ ვიკინგებზე, ვინ არიან, სად იყვნენ, ვინ გგონია რომ არიან ხშირად და არასწორი წარმოდგენებიც რა თქმა უნდა არსებობს. ვიკინგებში ჩვენ მოვიაზრებთ დღევანდელ სკანდინავიელებს, ანუ დანია, ნორვეგია, შვედეთი აქ ცხოვრობ ადამიანებს, რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს ევროპის და მსოფლიოს ისტორიაზე. ძალიან პოპულარულები არიან, ამ თემატიკაზე არსებობს უამრავი ხატრული ნაწარმოები, არსებობს უამრავი ფილმი, სერიალი, რომელმაც განსაკუთრებით პოპულარული გახადა ეს ხალხი ჩვენს დროში. თუმცა ერთის მხრივ პოპულარობას მოჰყვა ის, რომ შეიქმნა ბევრი არასწორი წარმოდგენა ვიკინგებზე. როდესაც ვამბობთ ვიკინგს, ჩვენ წარმოგვიდგება აუცილებლად სახეზე შრამიანი, დასვირინგებული, გრძელწვერიანი, გრძელთმიანი, ნაჯახით შეიარაღებული საშინელი მებრძოლი, რომელიც შიშის ზარს სცემდა ევროპას, საფრანგეთს, გერმანიას, ინგლისს რა თქმა უნდა და ასე შემდეგ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ვიკინგები და ის ხალხი, რომლებიც მართლაც საშიში ხალხი იყო და მართლაც ააწიოკეს ევროპული სანაპიროები, ქალაქები, მონასტრები და სოფლები, მაგრამ მხოლოდ ესენი არ იყვნენ. და საერთოდ ვიკინგი არ აღნიშნავს არც ეთნოსს, არც წარმომავლობას, ეს არის საინტერესო, იმიტომ რომ თვითონ იმ დროშიც, მაგალითად მე-8 საუკუნე იქნებოდა ეს თუ მე-9 საუკუნე, ვიკინგობა პირველ რიგში აღნიშნავდა საქმიანობას, ან რაღაცა ქმედების აღნიშნული სიტყვა ვიკინგი და ეს ნიშნავს სწორედ ასეთ ადამიანს, რომელიც ჩაჯდა გემში, წავიდა და რაღაცა სივრცეზე მოაწყო რეიდი, წამოიყვანა ტყვეები, წამოიღო ფული და ასე შემდეგ. ანუ ვიკინგობა არის, უხეშად რო ვთქვათ, გარკვეული ტიპის მეკობრეობა. თორე ის ადამიანი ვიკინგი შეიძლება ყოფილიყო დანიელი და ის თავის თავს დანიელს ეძახდა. უბრალოდ ვიკინგობდა, ანუ ამ ასე ვთქვათ, რეიდებს აწყობდა სხვადასხვა სივრცეებში. და როდესაც ეს ხალხი ამას არ აკეთებს, ისინი ცხოვრობენ ჩვეულებრივად. ისინი არიან ფერმერები, ისინი არიან მიწათმოქმედები, არიან ვაჭრები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, საზოგადოება არის მებრძოლი, რა თქმა უნდა, მათი რელიგია, მათი კულტურა, მათი წესჩვეულებები თავიდან ბოლომდე ბრძოლაზე აგებული, როგორც ევროპის დანარჩენი ნაწილი განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, გაქრისტიანებამდე. ვიკინგური პერიოდიც მთავრდება მას შემდეგ, რაც მე-11 საუკუნისთვის ეს ხალხი ქრისტიანდება და მათი ეს ყოფა და მათი ეს ქმედებები, ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა, შეიცვლება. თუმცა, საკმაოდ ხანგრძლივი იყო მაინც ეს პერიოდი. საინტერესო არის, რატომ აკეთებდნენ ამას ისინი. ეს კაი ცხოვრებით იყო განპირობებული თუ უწევდათ მათ ამის გაკეთება. მთავარი არის ის, რომ მათმა იმ გარემო პირობებმა, რომელშიც ეს ხალხი ცხოვრობდა, ფაქტობრივად აიძულა, რომ ცხოვრების ამგვარი წესი ჰქონოდათ. სკანდინავიაში, სადაც 80% თითქმის უკავია
ტყეებს, არის ძალიან გრძელი ზამთარი, ოქტომბრიდან აპრილამდე ზამთარია, არის ძალიან მოკლე ვეგეტაციური პერიოდი, ძალიან ცოტა სახნავ-სათესი მიწა, ეს აჩენდა ყოველთვის რესურსების პრობლემას. და იქ ადგილზე მოპოვებული რესურსები, რასაც პირველ რიგში კვებაზე მაქვს აქ საუბარი, მოიპოვებდნენ ის სკანდინავიელები, ხშირად არ იყო ხოლმე საკმარისი იმ საზოგადოების გამოსაკვებად. და ამ პრობლემის წინაშე ისინი განსაკუთრებით სწორედ მე-8 საუკუნიდან დგებიან და ამიტომ ხშირად საჭირო ხდება, რომ რაღაცა გარედან მოვიტანოთ ჩვენ რესურსი. და როდესაც ესეც აღარ არის საკმარისი, უკვე ძალიან ბევრი სკანდინავიელი მიდის ოღონდ არა რაღაც 1 და 2 გემით, არამედ ოჯახებიანა მიდიან, რათა ახალ ტერიტორიებზე დასახლდნენ, განსაკუთრებით ეს თავის თავზე გამოსცადა, რა თქმა უნდა, ინგლისმა. უბრალოდ ბრიტანეთის კუნძულმა, იმიტომ რომ იქ ინგლისი არ არსებობდა, იყო სხვადასხვა ანგლოსაქსონური სამეფოები, რომლებიც ძლივს გადაურჩნენ აი ამ ვიკინგურ რეიდებს. რა თქმა უნდა, ისინი ვაჭრებიც იყვნენ, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, როდესაც ეს რეიდები დაიწყო და ეს ყველაფერი ვიკინგობა დაიწყო, ასე ვთქვათ, ამ სიტყვის ყველაზე ბრუტალური გაგებით, მათ უკვე ძალიან კარგად იცოდნენ, სად მიდიოდნენ, იმიტომ რომ ამ ხალხს, ამ სივრცეებთან ჰქონდათ უკვე კავშირი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იგულისხმება სავაჭრო ურთიერთობები. გარემო პირობები, ეს რა თქმა უნდა, ერთ-ერთი სხვა მიზეზებიც შეიძლება დავასახელოთ ჩვენ თუ ვიკინგები რატომ ვიკინგობდნენ, თუმცა ეს საუბრის სხვა თემაა, ამაზე შეგიძლიათ თქვენ ნახოთ ძალიან ძველი, მაგრამ საინტერესო ეპიზოდი მწარე პოდკასტში, სადაც მე ვიყავი მიწვეული და მე და ნიკა ვისაუბროთ ვიკინგებზე და ვისაც დაგაინტერესებთ, უფრო ცვლად შეგიძლიათ იქ ნახოთ. ახლა კი მივიდეთ კულინარიამდეც. ამ შემთხვევაშიც გარემო პირობები, მის ბუნება და რაც მე უკვე აღწერე, განაპირობებდა ხშირ შემთხვევაში მათი კვების რაციონს და მათი, ასე ვთქვათ, კერძების სტილს და ასე შემდეგ. ყველაზე რთული იყო ზამთარი, როგორც უკვე ვთქვი, საკმაოდ ხანგრძლივი ზამთარი და ზამთარში გადარჩენა იყო თავარი გამოწვევა ხშირ შემთხვევაში. ამიტომ ჩვენ სკანდინავიურ კულინარიაში ხშირად შევხვდებით ისეთ პროდუქტებს, რომლებიც არის ფერმენტირებული, არის შებოლილი, არის დამარილებული და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს დიდხანს ინახება ზამთარში. ძალიან ცნობილი არის სკანდინავიაში და პოპულარულიც თევზის ფერმენტირება, თუმცა ბევრი იუთუბერი უბრალოდ ამას ყიდულობს ხოლმე და მე ჭამს უბრალოდ იმიტომ რომ ძალიან ყარს და ინსტრუქციაც მოჰყვება ასეთ თევზს, რომელიც დღეს შეიძლება კონსერვში იყოს, რომ გახსენით ბუნებაში, ჩაიცვით ძველი ტანსაცმელი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამის დაგემოვნებას მე დღეს არ ვაპირებ, არამედ ჩვენ დღეს უფრო ახალი პროდუქტით შევქმნით კერძებს, იმიტომ რომ არც ეს იყო, რა თქმა უნდა, უცხო სკანდინავიელებისთვის და ვიკინგებისთვის. ისინი ჭამდნენ, როგორც ჰყავდათ საქონელი, ძროხა, თხა, ცხვარი, თუმცა ეს პირუტყვი პირველ რიგში რძის და ყველისთვის გამოიყენებოდა და კლავდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ფუნქციას ის ვეღარ ასრულებდა, თუმცა ჭამას რაც შეეხება, ხორცის ჭამას, ამ მხრივ ყველაზე პოპულარული იყო, რა თქმა უნდა, ღორი. არც ნადირობა იყო, რა თქმა უნდა, უცხო ვიკინგებისთვის, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი, 80% რო ტყე არის, ამ ტყეში უამრავი პირუტყვია და ნადირობდნენ, რა თქმა უნდა, ირემი იქნებოდა ეს, ყურდღელი თუ ასე შემდეგ. ყველაზე დიდი პრობლემა იყო მიწათმოქმედების საკითხი და განსაკუთრებით ხორბლის პრობლემა, იმიტომ რომ იმ ცივ გარემოში ხორბალი ფაქტობრივად ვერ ხარობდა, ვერ ასწრებდა. შესაბამისად, ყოველთვის უფრო პოპულარული იყო ქერი, რომელსაც ჩვენ დღეს აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენ ჩაშუშულში და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ქერისგან ვიკინგები ხარშავდნენ ელს, ლუდს. რაც შეეხება თევზს, რა თქმა უნდა, თევზიც ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი იყო ვიკინგებისთვის, გასაგებია, ხო, მეზღვაური ხალხია, გარშემო ოკეანე არ ყავთ და მეთევზეობა და თევზის შემდეგ შენახვა, დამუშავება, შებოლვა, ფერმენტირება ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა იყო ვიკინგების. მე მგონი შეგვიძლია უკვე რომ გადავიდეთ კერძების მომზადებაზე და პირველი ჩვენ დავიწყებთ ჩაშუშულის მომზადებას.
მოგეთ ვამზადებთ საქონლის ხორცის ჩაშუშულს. ამისთვის რა თქმა უნდა, გვჭირდება საქონლის ხორცი. როგორც უკვე გითხარით, ვიკინგები ხშირად საქონლის ხორცს არ ჭამდნენ, იმიტომ რომ მათთვის პირუტყვი იყო პირველ რიგში რძის და ყველის მომწოდებელი, თუმცა მე დღეს ვარჩიე გამეკეთებინა საქონლის ხორცისგან. დანარჩენ ინგრედიენტებს რაც შეეხება, თუ კარგად დააკვირდებით, ბევრი ძირხვენა გვაქვს, ანუ ისეთი მცენარეები, რომელთაც აქვთ, რაც ვთქვათ, მიწაში აქვთ ბოლქვები. ეს არის მაგალითად სტაფილო, ხშირად თუ მოძებნით ამგვარი კერძის რეცეპტს, აუცილებლად შეგხვდებათ იქ ბოლოკი, იქნება თალგამი, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ბოლოკი და თალგამი არ აგვაქვს, იმიტომ რომ ეხლა სეზონი არ არის და ესეც ბუნებრივია, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ იმ ბოსტნეულს, რომელიც იმ კონკრეტულ სეზონზე მოდიოდა. ძირხვენები იმიტომ იყო პოპულარული, რომ ცივ გარემოში ესენი ძალიან კარგად ასე თქო, კარგი უნარი აქვთ შეგუების, რომ მიწაში არიან შიგნით და შესაბამისად კარგად ხარობს ამ სკანდინავიაში ეს შენი თალგამი იქნება თუ ბოლოკი. და რა თქმა უნდა, წითელი კომბოსტო. ჩვენ გვაქვს აქ წითელი მოცხარი, რომელიც ამ კერძს მიანიჭებს სასიამოვნო სიმჟავეს, ძმარი და ღვინო ვიკინგურ კულინარიაში ფაქტობრივად არ გვაქვს, იმიტომ რომ ჯერ ერთი არ ქონდათ ყურძენი და ღვინოს არ წურავდნენ. შესაბამისად არც ძმრის კულტურა არ აქვთ. ღვინოს რა თქმა უნდა სვავდნენ ხოლმე, თუმცა სვავდნენ შედარებით მდიდარი სკანდინავიელები, ან მეფეთა თავისთავად ერლები, ანუ ჩვენს ენაზე ვთქვათ ბელადები, გარკვეული კლანის, ისინი სვავდნენ ხოლმე ღვინოს, თუმცა ეს ღვინო ხშირ შემთხვევაში რა თქმა უნდა იყო იმპორტული და მაგალითად ფრანგთა სამეფოდან ხშირად შექონდათ ხოლმე მშვენიერი ღვინო და იმას მიირთმევდნენ. და აი ეს მოცხარი თავის სიმჟავით გასწევს აი ამ ძმრის დანაკლის და ხორციან კერძს მისცემს აი სასიამოვნო სიმსუბუქეს, რასაც აძლევს ხოლმე ან ყურძნის წვენი, ან ღვინო, ან ძმარი. რა თქმა უნდა, გვაქვს დაფნა, გვაქვს ჩვენ აქ ქონდარი, ნიახური, როგორც წესი ნიახურის ბოლქვებს იყენებენ, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ჩვეულებრივი მწვანე ნიახური იქნება გამოყენებული. ნუ რა თქმა უნდა, ხახვი აუცილებლად, სტაფილო უკვე გითხარით. ხორცი დაჭრილია, ეხლა პირველ რიგში დავჭრათ ხახვი, რომელიც ეს ხორცი და ხახვი თავიდან ერთად ჩაითუშოს, სანამ მე დანარჩენ ბოსტნეულს და სითხეს დავამატებთ. რა თქმა უნდა, ხახვს დავჭრი უხეშად, ვიკინგურად. ესე უხდება უფრო. ჩემი აზრით, ალბათ ესე ჭრიდნენ. ამ რაოდენობის ხორცზე ერთი ხახვი საკმარისი იქნება. ეხლა შეგვიძლია რომ უკვე ეს ჩვენი ხორცი ცხიმში ცოტა მოვბრაწოთ, მერე დავაყაროთ ხახვი და სანამ ჩაითუშება დანარჩენ ბოსტნეულსაც დავჭრით და მერე ყველაფერს გავაერთიანებთ. ასევე აუცილებლად გამოვიყენებთ ქერს, რომელიც გარდა იმისა, რომ შეასქელებს ჩვენს ჩაშუშულს, ეს ასევე იყო ძალიან კარგი წყარო ცილების და უჯრედისის, რომელსაც აუცილებელია, რა თქმა უნდა, ადამიანის ორგანიზმისთვის და ძლიერი ვიკინგისთვის თავისთავად. ამიტომ ჩვენ ამ საქმეში გამოვიყენებთ ქერს. ახლა დავიწყოთ ხორცი.
წვნიანი ცეცხლზეა, იმას დრო დასჭირდება მოსამზადებლად, ზუსტად რამდენი არ ვიცით, ხორცი როცა მზად იქნება, ვისით მზად იქნება, აი ბოლოსკენ რო წავა უკვე, მაშინ დავამატებ ჩვენს წითელ მოცხარს, მანამდე იმას ხელისხლება არ ჭირდება, ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მეორე კერძის მომზადება. ეს არის, როგორც უკვე ვთქვი, თევზი ლუდში. იდეაში უფრო ავთენტური იქნებოდა, რომ ეს თევზიც ოხარშულიყო, აი ჩაშუშulis მსგავსად, მაგრამ რაღაც ერთბეროვანი ვარ ყოფილიყო, ცოტათი ასე ვთქვათ, იმპროვიზაციას მივყავი ხელი, ამიტომ მე თევზს ნაკვარჩხალზე შევწვავ, ანუ შამფურზე და ცალკე მოვამზადებ იმ ლუდის და ბოსტნეულის соуს, რომელშიც უკვე შემწვარ თევზს ჩავალაგებ ლამაზად და მშვენივრად. ჩვენი თევზი არის სკუმბრია, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ სხვა თევზიც გამოიყენოთ, შეიძლება იყოს ეს ორაგული, მოკლედ ოკეანის თევზი, მაგრამ ეს არის ბიუჯეტური ვერსია ამ კერძის, რა თქმა უნდა, ვიკინგებს ბევრად უკეთესი თევზი ექნებოდათ, ვიდრე ეს არის. მაგრამ რაც არის, ეგ არის. ეხლა დავჭრე ისე, რომ შამფურზე კარგად ავაცვა და მერე ნაკვარჩხალზე შევბრაწოთ. სანამ თევზი შამფურზე იწვება ნაკვარჩხალზე, ჩვენ მოვამზადოთ ახლა მისთვის ლუდის соуსი. ამისთვის დაგვჭირდება ხახვი, სტაფილო, ქონდარი, დაფნა და რა თქმა უნდა ლუდი. ეს ყველაფერი მომზადდება ტაფაზე კარაქში. ლუდი უკვე ადგილზეა. კარგი ლუდი, მაგრამ სახელდაგვარს ვერ დავასახელებ. ბავარიიდან არის. ზოგადად რა თქმა უნდა ვიკინგების ეილი სხვანაირი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში საჭიროა ნაკლებად მწარე ლუდი, რადგან სიმხურვალეზე კიდევ უფრო მეტად არ გამწარდეს ეს ჩვენი соуსი. ჯერ გაგვიმარჯოს. ახლა დავჭრათ ხახვი. ხახვი ისევ დაუხეშათ. არ არის საჭირო. შეგვიძლია დავჭრათ სტაფილო. სტაფილოც შედარებით უფრო პატარა ნაწილებად შეიძლება ვიდრე წვნიანში. მომზადდა ჩვენი ორივე კერძი და მარტოს რო არ დამეგემოვნებინა, მოვიწვიე ჩვენი მეგობარი და ოპერატორი მიხეილი, ხოლო კამერასთან დგას მამაჩემი. მადლობა მამა. მამა მაგარი. კი. დავაგემოვნოთ და დავაგემო მოგეწონება. ეს დიდი იმედი მაქვს. კარგად გამოიყურება. ბორში სუნია. ხორციანი ბორში ვით.
კაია. ის კენკრის სიმჟავე არ მოუხდა. ალბათ ცოტა მეტ ქერს უზამდნენ თვითონ. აი არ ვიცი. იგი ხომ გონია გემოვნების ამბავი, იმიტომ რომ თუ ცოტა წვნიანი გინდა და რაც მე მომწონს უფრო გონი საკმარისად ვქენი. სულ შეჭამებია. კენკრა ძალიან უხდება. ოჩახ ვიკინგებს ეს კენკრა ესე იგი მოიპოვებოდა პრობლემა არ იყო. კი, ყეში მაღროვებდნენ ოდითგან ბევრნაირ კენკრას თანაც. აი, ეს თევზი. თევზის ჭამის ესეთი იდეა მაქვს მე, რომ რაღაცა ეს ნაჭერი ეს დანით დავადოთ პურს დანით დამიდებეც. აჰა აბა ჩავწოთ. აჯებს უკეთეს ვაკეთებ. აულა გემრიელია თო. კი, კაი არის. მართლა? ვიდრე სამბობ. არ მეგონა. ასე გამოიყურებოდა. აბა, ძალიან კაია. ოჩახ ნიკუშ ვა. აი მოლოდნელი იყო ჩემთვის რაღაცნაირად მეგონა რომ ანუ ხა შე ვიკინგების დროს რო გეცხოვრა. პატრიოტული კაცი იქნება. გემს ჩაქსვავდნენ, წაგიყვანდნენ და ქუქი იქნებოდი გზაში. ეს რა დაუშობოდი. ეს რო ესენი ერთმანეთს არ უხდება არანაირად. ეგეც ხო, ბიჭო, ეს არის სულ სხვა რაღაც. ეს შეხვა სახში სულ რო არის რა. ხო. ხო და ეს სტუმარი მოგივა. ანუ ვიკინგებთან სტუმრები მოდიოდნენ ჩვეულებრივად, ხო? კი. ალბათ. არს ეს ფეხით არ აგრევდნენ რა, ჩვეულებრივად და სტუმრის პატივისცემა და ეს ყველაფერი. მაგრამ ეს თუ ჩადგმული ქონდათ ხოლმე, სულ ესე იგი სულ სტუმრიანობა იყო და მიმოწვა. არა, ოჯახის წევრიც ეგრე ჭამდა. ეხლა ის ხო გათავდა ცოტა ღარო არის, ეხლა რომ ჩაამატო ეს ყველაფერი თავიდან, რომ აგრძელოს იმან. მზადება ეგ თემა არა. მუდმივი ქვაბის პრინციპი. ვაუ. რომელი მოგეწონა? თევზი. ისე დავაყო ლუდი. აღვიმოს. სკერ. მოკლედ. სულ ეს იყო მეგობრებო. იმედი მაქვს რომ ვიდეო მოგეწონებათ და თუ მოგეწონებათ არ დაიზაროთ, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, არხი გამოიწერეთ და ნოელში უფრო მეტ და მეტ საინტერესო ვიდეოებს შემოგთავაზებთ. აგუმარჯოს. აგუმარჯოს.